ეხლა ძალიან დიდი ბოდიში. დიახ. დიახ. ვერ გამორთავ, იმიტომ რომ მაპატიეთ არ გენდობით. დიდი, მოგზანდით. დიახ. ესე იგი, განჩინება მომიტანეს, დანაშაუმთავარის მოსამართლე. ძალიან მითხოთ ტელეფონით გადავუყევ. კი ბატონო, ტელეფონით არ გადავუყევ განჩინებას. პრობლემა. საბა ასე იგი განჩინებაში წერია. შეგამოძებს სამასხამს გაიგაშო. ხრეკი ჩატარების შესახებ ითხოვთ ნებართვას. კი ბატონო. ხრეკამდე ჩავაბაროთ, ნებართვა გვაქვს ამაზე. დიახ. საფუძველზე გაიცანით და გაცნობას რო გაიცნობ, დაგვიდასტურეთ ხელმოწერით. გავეცანი, ხელმოწერა, თარიღი. არ ვიცი, ამას ხელი რამდენად უნდა მოვაწერო, ადვოკატთან რო გავიარო. თუ გნება ხო, მირჩევნია რომ ადვოკატთან გავიაროთ, პირდაპირ ეთერში ვარ და ნუ მირეკავთ ამ დროს. რა, მე მგონი ნუ ხვდებოდეთ, ხო? არ მოვაწერ, მაინც ხალხს მკითხავ ჩემს ადვოკატს. ანუ აქ დავაფიქსირებ მაშინ, რომ უარს ამბობ. კი. საბა, დაი, ძაღლი არ გამოვიდეს იქიდან. დიახ. ასე დაგიმარტავთ ვიდეო აუდიო ჩატარება. კი ბატონო, მივხვდი, კი. ხრეკის ჩატარება და ეხლა ძალიან ვთქვათ, მათ შორის ტელეფონი უნდა ამოვიღოთ თქვენი პირადი ხრეკის დროს და გათიშოთ ტელეფონი. არა, ვერ ამოიღებთ პირადი ხრეკის დროს ტელეფონს. ეხლა ჩვენ უფლება გვაქვს, როგორც მოსამართლის განჩინებაში წერია, რომ გამოვიყენოთ პროპორციული ძალა, როდესაც პროპორციული ძალა რას ნიშნავს? პროპორციული ზოლა. უკაცრავად ძალიან პირადი ინფორმაციები თუ მაქვს? არა, თქვენ ჩემს ფოტოსურათებს მე არ ვიცი რაში გამოიყენებთ, რომელიც არის ჩემი პირადი ხასიათის. თქვენს თვალს მოვზანდით თქვენ ხალბატონი და თქვენთან ერთად დაგანახებთ რა სწავშლი. ხალბატონი მოვზანდით. არა, არ გავთიშავ. და ამის შემდეგ კანონით მიწესია, რომ როდესაც ხრეკა ტარდება. დიახ, მიკეტეკარები ხო? გათიშეთ ტელეფონი. არ გავთიშავ ტელეფონს ლაივში, იმიტომ რომ არ გენდობი. შეგიძლიათ ნებაყოფლობ წარმოგიდგინოთ ჯიბეებში. არაფერი არ მაქვს. არაფერი არ მაქვს. საერთოდ არ მაქვს ჯიბე. მათ შორის შეგეუბნებით ისე ვერთხელ, რომ უნდა ამოიღოთ თქვენი ტელეფონი. ვერ მოგცემთ, მანახეთ საწერია რომ ტელეფონი უნდა ამოიღოთ. ხრეკამდე ჩავატაროთ. გავიგე, მაგრამ მანახეთ ტელეფონი სად გიწერია და თუ გიწერიათ გავიგებ, რომ სასამართლო მოგცეთ ამის ნებართვა, რომ ტელეფონი ამოიღოთ. ჩვენ გვაქვს უფლება მანახეთ სად გიწერიათ ტელეფონი. არა, მოიცავს, მე არ ვიცი, მოიცავს არის თქვენი გემოვნების და ფანტაზიის საკითხი. მე გაბიტაშვილის პროკურორს და ბიძინა ივანიშვილის მთავრობას არ ვენდობი. მანახეთ რომ მოსამართლემ გითხრათ, რომ თქვენ ტელეფონის ამოღების განჩინებაში არ ეთითებათ. არა, უნდა მიეთითოს, იმიტომ რომ ტელეფონი არის კიდევ სხვა საშუალება. მამ, არ ინერვიულო. არ ინერვიულო ხა შენ გახოცები რა. არ ინერვიულო. მათ შორის ტელეფონი მანახეთ სად გიწერიათ რომ ტელეფონის ამოღების უფლება გვაქვს და აუცილებლად მოგცემ. თავის თავში არ შეიძლება თავის თავში თქვენ გაბიტაშვილის პროკურატურას თავში რა აზრი მოგივათ თქვენი ფანტაზია თქვენი არ თქვენი მიდგომები არ მაინტერესებს. მამა რა გჭირს თქო? ნუ ხელავ თქო და არ მინდა ხა ეს აქ თქო. მანახეთ სად გიწერია. მოსამართლის გადაწყვეტილებას ვენდობი თუ წერია მოგცემთ. გაიცანით ტენში. კი, გავეცანით ხრეკა გაქვთ. ჩაატარეთ პირადი ხრეკა, მაგრამ არსად არ გიწერიათ რომ ტელეფონი უნდა ჩამომართვათ. ჩაატარეთ პირადი ხრეკა, ტელეფონი ჩამოვართვი, არსად არ გიწერიათ, ხალბატონო. მოიცავს არა, მოსამართლეს ძალიან მკაფიო თუ წერია, ისი უფლება გაქვთ. არსად არ წერია რომ გაქვთ ჩამორთმების უფლება. გვაქვს ჩამოთმების უფლება, ამიტომ მოგიწოდეთ კიდევ ერთ. არა. ჯიბეებში. კი ბატონო. არა, ყადიანაშვილე აფისა. ტელეფონის ვერ მოგცემ თქო არა თქო. წამა მამა, ნუ ხელავ, გეხვეწები შენ თქო რა. ნუ ხელავ თქო, ეხა არ მინდა შენი ნერვიულობა და ინსტინქტი მინდა, ეხა კიდე გეხვეწები რა. გავიგეთ, მაგრამ მამა შენ უნერვიულობ, თქო, ეხა შენი ნერვიულობა და გულის შეტევა მინდა. ძალიან გთხოვ არა. მამა გთხოვ. მანახეთ სად გიწერიათ რომ გაქვთ ჩამორთმების ტელეფონის უფლება.
რა ბრძანება მიიღეთ? დიახ. ტელეფონზე რა გიბრძანეს? მოსამართლე გვაძლევს დებატვას. დიახ. თქვენი პირადი ჭრეკა. კი ბატონო, გაძლევთ უფლებას. თქვენ პირადი ჭრეკა რომ ჩატარდეს ნებისმიერი რიგი რაც გაქვთ თან. მანახეთ საწერია კანონი მანახეთ. ეს არის პირადი ჭრეკა. ტელეფონს ვერ მოგცემთ ხო? ხელს ნუმკიდებ ძალით. ვერ მოგცემთ ხო ტელეფონს ხო ხელით ნუმკიდებთ ხო გეუბნები. არ მოგცემთ ტელეფონს, იმიტომ რომ არ გენდობით, მე არ ვიცი თქვენ აქ რას ჩამიდებთ. მე არ ჩამიდებთ, არ გენდობით. არა ამ შემთხვევაში მე დაილუქება, თორე გადალუქული არ მოგიხსნიათ და არ მიგითვისებიათ. არავითარ შემთხვევაში თქო. არავითარ შემთხვევაში ტელეფონს არ მოგცემთ. მომეცით სად წერია თქო. არავითარ შემთხვევაში თქო. მამა, ნუ კანკანებ თქო, მამა რა გჭირს? შედი. ვერ მომცემ თქო ტელეფონს თქო. მამა შეგთხო თქო, ეხა დაგიჭერენ შენ და არ მინდა შენი ეს ისო. რატომ აგდებ ამ მდგომარეობას და საბა ისტრესება? გთხო. გეხოცები დასტრესილია ისედაც საბა. არაფერი არ ხდება რა, თამბო. არა, ერთი წამით თქო, ვერ წამართვით ტელეფონს. იმიტომ რომ მე თქვენ არ გენდობით. კი, მართლმევთ. არავითარ შემთხვევაში მე არ ვიცი თქვენ რას ჩამიდებთ სახში. მე არ ვიცი სახში რას ჩამიდებთ. არა. მანახეთ საწერია, მანახეთ. კარი, ჩემი შვილის ხوار შეგლე, საბა ლაივში შედი. ჩემი შვილის ხوار შეგლე, მამა ლაივში შედი სასწრაფოდ. არავითარ შემთხვევაში თქო. მანახეთ არ ინთება აქ. მანახეთ სად გიწერიათ რომ ტელეფონის არა, მანახეთ თქო სად გიწერიათ თქო. არა, მე თქვენ არ გენდობ. არსად არ წერია რომ მობილური ჩამორთმევის უფლება გაქვს და მე არ მაქვს უფლება რომ ლაივში ვიყო. არავითარ შემთხვევაში არ მოვალ. კი, არსად არ წერია მან ტელეფონი რომ ლაივში. არავითარ შემთხვევაში არ გიწერიათ. მამა, გამოიწია მაქედან თქო, გთხოვ. არსად არ წერია რომ მე ლაივში არ მაქვს ამის წარმოების უფლება. არსად. აი, ვერ ჩამომართვებ ტელეფონს. დიახ. არსად არ წერია. თქვენ მიპასუხეთ, წერია რომ მან ტელეფონი უნდა ჩამომართვათ? პირველ რიგში გეუბნებით, მამა, გამოდი თქო. გთხოვ. კი, წავიკითხე და არსად არ წერია რომ ჩამოვართვი ტელეფონი და არ აქვს ლაივში წარმოების უფლებაო. უკაცრავად საბა, ერთი წამით, არ შეგეხვეწები, საბა, გადი ოთახში, არ მინდა რომ შენ აქ იყო, გთხოვ. გთხოვ რომ შეხვიდე ოთახში და არ მინდა რომ ამას უყურო. გვაქვს უყურება, მათ შორის თქვენი არ მოიღოთ პირადი ინტერვიუ და მათ შორის ტელეფონი. არა, არსად არ წერია. მანახეთ სად გიწერიათ? კი, თუ მომიტანთ ამას, სადაც არავითარ შემთხვევაში თქო, არავითარ შემთხვევაში არსად არ გიწერიათ ეს. არსად არ გიწერიათ. არ მოიცავს. მე მოიცავს არის თქვენი ფანტაზია, მეგობრებო, მე თქვენ არ გენდობით. ერთი წამით, მეგობრებო, მომისმენთ ერთ წამით, თქვენ ჩაატარეთ ჭხრეკა მაგალითად ჩემს მეგობარ ილია ღლონთანაც კი. იქ არა მოგიღიათ, არ მაინტერესებს რა საკითხია, არ მაინტერესებს, სხვა საკითხებს განვიხილებ აუცილებლად, პრეცედენტებით განიხილება საერთოდ სამართალი რომ იცოდეთ. სადაც არ წერია არაფერი ჩემს ტელეფონზე. პრეცედენტებით განიხილება სამართალი და პროკურატურის წარმომადგენელმა ეს უნდა იცოდეთ.